მაგივრად. სათაოდ თქვენთან გამოგზავნეთ გარეთ. ნახოთ ხალხი რა დღეშია. ნახოთ რა დღეში ვართ ჩვენ, სათაოდ მოსახლე. თქვენ აქ ხალხი თირავს ქალაქს. სტატუსი ხვევთ რატო იმარა? იმარეს მიგადაწყვეტა. თავიდან მიიღეთ და დაში დაგიკრეს, მაშინ კარგი იყო თქვენი მომჩენისთვის და ეხლა აღარ ვარ გა. ქალაქში მეც გამოდით ხალხი. აბა თქვენ ჩემი აზრი გაიგეთ. იქება და მე არ მინდა. იქება და ჩემი სანებს არ მინდა ჩვენ ქალაქი გავუქმდეს. რატო ხარ ვერ გავიგეთ? ამიტომ რა შეიძლება ბიუჯეტს დაზოგავე? ნუ აიღეთ ბატონო პრემიებს. ნუ აიღეთ ბატონო დანამატებს. ბიუჯეტში იქნება ეს ყველაფერი თანხა. პირველი მე ვიქნები სამას წინ აღუდგება. ჩემს შვილიშვილს გებდეთ ბარდა კარებს აგიჩვენეთ რა. და გაიგონოთ. მე პატარა ამონარით საგიკითხავთ იმ ეგრეთ წოდებული წერილიდან, რომელიც გამოგზავნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საკრებულოში. სერვისის ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა არ გაუმჯობესებულა, რიგ შემთხვევებში კი გაუარესდა კიდეც. რესურსების არაეფექტიანობის გამო. მაგალითად, ქალაქებში როგორც წესიო, თავმოყრილია ისეთი საჯარო ობიექტები, რომელთაც სარგებლობს არა მხოლოდ ქალაქის მოსახლეობაო, არამედ სოფლისაც. და აქ ჩამოთვლილია, აქ რო ნათქვამი იყოს მხოლოდ საბავშვო ბაღები, საერთოდ არ ამოვლები, მაგრამ აქ არის ჩამონათვალი დასვენების და გასართობი პარკები, ცენტრები, სამუსიკო სკოლები, თეატრები, მუზეუმები, ბაზრები, სავაჭრო ცენტრები. მოდი აქ დავასრულოთ. გამოდის რომ მე პირობითად ავიღოთ, მე თელავებმა ილიაუბაზე ყვარელში არ უნდა წავიდე, იმიტომ იქ ორბოლმა დავანაგვიანო. ხო და აქ მე წერია რომ ქალაქის კისერზეაო მე ვაკ თემე ისაო სოფლის მოსახლეს დანაგვიანებულიო ქალაქის ბიუჯეტიდან უნდა გასუფთავდესო. ამ ობიექტების მოვლა პატრონობა და სუბსიდირება გაყოფის შემთხვევაში აწება მხოლოდ ქალაქს, რაც პრინციპულად არასწორია, რადგან მათი მოსარგებლე ქალაქის მაცხოვრებლებთან ერთად არის სოფლის მაცხოვრებელიც. ანუ გლეხურ მუშურად რო ვთქვათ რა, სეთქა უნდა გავჭიმოთ მუნიციპალიტეტების გარდა გადაადგილება უნდა შევსყუდოთ თუ ვერ მივხვდი რას. ეს ჩემი აზრით არის შეურაცხყოფელი. ასე უყურებს სამინისტროს ეს რგოლი, ან ერთი ადამიანი და დანარჩენმა არ წაიკითხეს, არ ვიცი, თუ წაიკითხეს და გაატარეს, უფრო უარესი ჩვენი ქვეყნისთვის. იქნება და დაუშვათ ეს გაერთიანება სასარგებლოც არის, ან არ არის სასარგებლო. ხო, ვიღაცისთვის მისაღებია, ვიღაცისთვის არ არის მისაღები. ძალიან მოკლედ, მაგრამ აი ეს წერილი რაც არის და რა არგუმენტიც მოაქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამის გამო უნდა გაერთიანდეს ეს 7 მუნიციპალიტეტი, ეს ჩემთვის არის მიუღებელი. მთავრობა ამაზე ვალდებული, რომ მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიაროს და შეხვედრები ჩაატაროს. შესაბამისად, ეს პროცედურები წინ ველოდება კიდევ საპარლამენტო განხილვამდე კიდევ საკმარისი დრო არის. აი ამ პერიოდის მანძილზე მთავრობა ჩაატარებს მედი ამ შეხვედრებს და კონსულტაციებს მოსახლეობასთან და იქაც შეგიძლიათ თქვენი პოზიციები დააფიქსიროთ და მონაწილეობა მიიღოთ ამ შეხვედრებში. ანუ რა გამოდის რა ის რომ რომ გითხრათ ხარაკი ჩაიტარეთ და თვითონ ის კი არ კლავს საკუთარი დავით დაკლევინეთ ესე გამოდის. დამაცადეთ, თქვენ მარტო თქვენი აზრი გინდა დააფიქსიროთ, სხვისი აზრის მოსმენა არ გინდა? ზივარ და გიზნე. ხელავ საკრებულოსთვის მოსაზრება რო არ კითხოს, თავრობა ეს უფრო დემოკრატიული იქნება, თუ რაღაცა. და მე არ ხედავ საკრებულოს მოსაზრება. მაგრამ თქვენ გაიგეთ დეპუტატების უმრავლესობის მოსაზრება. ზივარ და ვისმენ. არა, მოსაზრება რო არ კითხოს, კარგი იქნებოდაო. გაიგეთ რომ ეს დღეს უბრალოდ სირცხვილად მიმაჩნია თელავებისათვის, რომ ვილაპარაკოთ იმაზე, ეს ქალაქი იყოს თუ არ უნდა იყოს დამოუკიდებელი. არა, სუმაჩუნებ, კაცო და მარტო თქვენ რატო ლაპარაკობთ? მეც მომეცით ლაპარაკის. როგორ არ გამოვა, რამდენი დავიწყე მაჩუმებთ და კონუარჩი. ეხლა ვატყობ რომ ძალიან არ გინდათ ჩემი ლაპარაკი და არ გამოვა ეგ ამბავი. მე ხვდები აი დემოკრატიის ხარისხი მაგაზე გეტყობათ მე-5 საუკეთესო წელს, იმიტომ რომ მაინც და მაინც არ გინდათ რომ მე ვილაპარაკო. რატო არ მომცემ, ანუ დეპუტატმა არ გამოთქვა აზრი რომ მავნებლობას აკეთებთ კაცო? რა გამოვთქვი? ლაპარაკობთ და უსრულებდნენ ერთი და იგივე ხალხი და მე არ მაძლევ. მიღებული გაქვს დავალება აი ეს ხეგლეჭიასგან და უნდა შეასრულოთ რაზეა ლაპარაკი. აი მომიწოდება, აი მოგეცათ ლაპარაკის საშუალება და არ
წესრიგს თქვენ არღვევთ და თქვენ არღვევთ თვითმმართველობას და მთლიანად ქალაქის მომავალს და ქალაქის ინტერესს. რამდენი დავიწყე ლაპარაკი არ მალაპარაკი. დაიწყოთ რა. სამი. წინააღმდეგი ნაშთი შეიძლება დარბაზში ამ დროს იმყოფებოდა 11 და 7 იყო მომხრე ამ ინიციატივის მხარდამჭერი, 4 იყო მოწინააღმდეგე. ჩემ მოსაზრებას რაც შეეხება, მე აქ საკრებულოს თომაზე დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება და ეს მდგომარეობს იმაში, რომ დიდი სხვაობა არსებულ მდგომარეობაში და გაერთიანებას შორის მე ვერ ვხედავ. აქ ხარჯების ოპტიმიზება უნდა მოხდეს, რაც გამოიწვევს ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო მეტად დაფინანსებას და უფრო მეტი პროექტების განხორციელებას და უფრო მეტი სიკეთე იქნება მოსახლეობისთვის ამით მიღებული და თვითონ მუნიციპალიტეტისთვის.